საერთოდ უვიცობა და უცოდინარობა არის ძალიან კარგი ნიადაგი იმისათვის, რომ შენ ჭკუაზე გატარონ. ეს ასე არის. თავის ჭკუაზე გატარონ, ხო? და ახლა მაგალითად კომუნისტების დროს იყო ისინი პარლამენტი კი არ იყო, რა ქვიოდა მაგას უმაღლესი საბჭო. ყრილობები იყო, მოკლედ ყრილობები, დეპუტატები იყვნენ და ეს დეპუტატები ძირითადად იყვნენ ესე იგი მუშები, გლეხები, მეჩაიეები, მწველავები და ასე შემდეგ რა, ესეთი ხალხი იყო. იმდენად ინტელიგენცია არ იყო, მაგალითად სოციალისტური შრომის გმირი, ხო, ბევრი ჩაი მოკრიფა და რადგან სოციალისტური შრომის გმირი იყო და ბევრი ჩაი მოკრიფა, ამიტომ უნდა ყოფილიყო უმაღლეს საბჭოს დეპუტატი და იქ ბრეჟნევი რო გამოვიდოდა და იტყოდა კანონი ესო და ეს მივიღოთო, ისინი ხელს აწევდნენ, რა თქმა უნდა, არავის არ ესმოდა ის კანონი, იმიტომ რომ მათ იურიდიული განათლება არ ჰქონდათ. და ესე იგი სჭირდებოდა ხელისუფლებას ისეთი ხალხი, რომელსაც განათლება არ ჰქონდა, წაკითხვა არ შეეძლო, უბრალოდ იქ ახლა კაცი მთელი ცხოვრება ქალი რო ჩაისკრებს და უცებ მოსკოვში წავა და იქ დასვამე საჭმელი, სასმელი, ასეთი მაღალ დონეზე, რა თქმა უნდა, ხელს აწევს, დაუჯერებს, რა თქმა უნდა, ხო? ჩვენ დროს იყო ხოლმე ესეთი რაღაცა რო იტყოდა კაცი რომ ასეთი რაღაც ყოფილა მომხდარაო, ეტყოდნენ რომ შეიძლება არ იყოს სწორიო, თუ ეტყოდა რომ არა კაცო კომუნისტში ასე ეწერაო, ხო? ეს იმას ნიშნავდა რომ ნამდვილად ისე იყო, იმიტომ რომ კომუნისტი ითვლებოდა ოფიციალურ გაზეთად და იქ ტყუილს არ დაწერდნენ. მერე კი ამბობდნენ რომ მარტო მკვდრების სია არის სწორი იმ გაზეთშიო, მაგრამ თავიდან ასე იყო ნათქვამი. ანუ რისი თქმა მინდა ძვირფასებო, ადამიანებს სჭირდება იდეოლოგია, ერთი იდეოლოგია და ეხლა გადაწყვიტეს რომ ეს იდეოლოგია იყოს რაღაცა ესეთი ქართული ეროვნულ მართლმადიდებლური იდეოლოგია და ეს ფაკულტეტი რომელიც გაიხსნა და მთელი დაფინანსება მიდის ქუთაისში ასტროლინგვისტიკური ნიშნავს ეს არის ის რომ ქართული ენა, ქართველები, ქართული რელიგია თუ რაღაცა მოდის კოსმოსიდან. ანუ ეს რაღაც ბუნებრივი ამბავი კი არ არის, ეს ზებუნებრივი არის რაღაც ესეთი ყველაფერს ცდება და რაღაც კოსმოსური წარმონაქმნები ვარ ჩვენ და რაღაც ესეთი. და ადამიანებს მოსწონთ ეს ძვირფასება, მოსწონთ ეს რომ ქრისტე ქართველი იყო, რომ ქართულად ლაპარაკობდა, რომ მარიამ რომ ესე იგი წილხვედრი ვართ და ნუ ეს ყველაფერი რომ საქართველოში არის დამარხული, ყველა განკითხვა ქართულად იქნება ზეცაში და ქართულ ენაზე იქნება, რომ ზეციური საქართველო არსებობს და ხალხს მოსწონს ეს ყველაფერი. რატომ? იმიტომ რომ შენს ამპარტავნულ ეგოს აკმაყოფილებს, ხო? ჩვენ ყოველთვის მოგწონს ხოლმე, როდესაც შეგვაქებენ, ხო? ეხა გვეკუთვნის, არ გვეკუთვნის, მაინც მოგწონს ხოლმე. ხო, რაც უფრო კარგს გვეტყვიან, რომ ეხა რაღაც მეც ვიცი, რომ ეხა რო გეტყვიან რაღაც კარგად გაცვია, კარგად გამოიყურები რაღაცა, ზოგჯერ ტყუილს ვამბობ თუ მართალს, მაინც მოგწონს ჩვენ ეს რაღაცა, ხო? ასთა ადამიანები ასე არის მოწყობილი ასე ადამიანი, რაც უფრო აი ჩვენ ქართველები რაღაცა თურმე განსაკუთრებული ყოფილვართ. მე მახსოვს ერთხელ ერთი მანქანით მივდიოდით სადღაც და ესე იგი ძალიან გაჭირვებული დედაშვილი იყო და ჩავისვით მანქანაში რაღაცა ცოტა დავეხმარეთ რაღაცა და როგორც კი გაიგო რომ არ ვიყავი მართლმადიდებელი, საწყალი გაუბედურებული რაღაც. როგორც კი გაიგო რომ არ ვიყავი მართლმადიდებელი, რაღაც უთხარი ღმერთის შესახებ, მაშინვე ესე იგი გაიფხორა ჭკუისწავლება დამიწყო. ესე იგი რავის გახდა აკადემიკოსი, პროფესორი, ყველაფერი. ხედავთ როგორ ერთხელ ძმათემისმა ვსაუბრობდით და ბოშებში, ანუ ციგნებში ქადაგებდა რა, იქ მაშ ბულგარეთში და რაღაცაზე ვსაუბრობდი მეც, რომ ამპარტავნება მეთქი და მითხრა, რომ ესე იგი ეს ბოშებიო ცხენები დადიანო, მარხილებით საცოდავ დღეში არიანო.
მაგრამ იმდენს გელაპარაკებიან ეს მისი ცხენი როგორი მაგარიაო როგორი ესე იგი ბოლო მოდელის ცხენი ყავს და ესე იგი რაღაცა რომ ესე იგი გაგიკვირდება რომ ესე იგი რაღაცა შენ ვითომ პორშე რო ყავს ძალიან ჩამორჩენილი ვიღაცა ხარ ხო ანუ ადამიანში არის ეს და ეხლა ქართველების ბუნება ცოტა ისეთი არის მოამპარტავნოები ვართ ჩვენ ხო ანუ ეხლა ჩვენ ესე იგი მართალია ჩამორჩებით ევროპულ ერებს განვითარებაში, მაგრამ სამაგიეროდ წილხვედრილი ვართ. სამაგიეროდ ქართულ ენაზე გერმანელი და ფრანგი რომ მოვა, კი აქ კარგად ცხოვრობენ ეხლა შვედები და შვეიცარიის ხალხი, მაგრამ იქ ნახავენ ქართული რო არ ეცოდინებათ, იქ დავჭირდებით ჩვენ. დაებლოკებათ ენა, ვერაფერს ვერ გაიგებენ და ჩვენ კი ვიქნებით ქართულად ვილაპარაკებთ, ხო? ზეციური საქართველო ეხლა ეგ გაბწყინებულია და ეგ შვედეთი ჩაბნელებული არის, ტალახიანი ქუჩებია და სამაგეროდ ზეციურ საქართველოში გაწკრიალებულია ყველაფერი ალპური მთები არის. ნუ აი ესეთი წარმოდგენები აქვს ასეთი რაღაცის ყვებავენ ხო ეხლა რო არიგებდა ღმერთი მიწებს საქართველო ბოლო იყო რაღაცა ყველა დაარიგა ყველა მიწები და ქართველი რომ მივიდა გაგიგიათ ეს ხო ქართველი რომ მივიდა აიჩეჩა ღმერთმა მხრები რა ვქნა მიწები აღარ ამაქო და ისევე თავისთვის რაც ჰქონდა გამოყოფილი დატოვებული ის მიწა მისცა და ამიტომ ქართული მიწა არის ყველაზე თვითონ უმიწოდ არჩახო. ამიტომ ქართველებს ყველაზე კარგი მიწა გვაქვს, ხო? ნუ ეხა ხო ყურებ თქვენ ყველა მიცით ეს ამბავი, ხო? აი ესეთი რაღაცით იკვებება ადამიანი, ესეთი რაღაცის იკვებება ქართველი, ბოროტიც აწვდის ამ საკვებს, იმიტომ რომ იცის ბუნება. ხო? შიმშილი ხოცა გიკითხიათ ესე იგი სამანიშვილის დედინაცვალი ან სად არის ის კუდაბზიკა აზნაურები რომელი მასში არის ნონეშვილი კლდიაშვილში ხო რომელი რა ქვია ამ ნაწარმო კამშაძის გაჭირვება თუ არა მე მგონი სხვა რაღაც ქვია მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა ხო კუდაბზიკა აზნაური ხო რა ეს არის ჩვენი პროტოტიპი წერილები ამას იცით ძვირფასებო აი მე-19-მე-20 საუკუნის მწერლები ამას აღიქვამდნენ. ღელია ჭავჭავაძის სიდიადი ამაში არის კაცი ადამიანი რო დაწერა, ხო? ანუ მაგრამ შემდეგ ეხლა ეს ყველაფერი გვერდზე იწევა და ისევ მოდის ეს ამპარტავნობის საკვები, ხო? ის ეხლა ეს კამშაძის გაჭირვება დაკარგო ფილმში არის კი დაკარგულ სამოთხეში არის ეს რაღაცა სამანიშვილის დედინაცვალშიც კარგად არის ხო შემოდგომის აზნაურები ხო შემოდგომის აზნაურები ანუ გამოიჭიმებოდნენ ამ რაღაცაში კუჭის цаრიელი ქონდათ სალკარი ესე იგი ხო იმ ფილმში კარგად არის ჭიშკარი გამიღეო ხო ღობეს სულ არ აქვს სახლს მათ დგას ჭიშკართან რომ ჭიშკარში უნდა შევიდეს ეხა ღობე სულ არ აქვს სადაც უნდა იქ შევა მაგრამ ჭიშკარს გააღებს და ეს ჭიშკარი კინაღამ თავში მოხვდა ისიც მოტეხილი აქვს პეტლები მაგრამ ეს არის ბუნება მაგრამ სამაგიეროდ აზნაური არის და ის გლეხი არის იცით ძვირფასებო ქეთი სიტყვის ხოლმე ხეიძე ვარმეო ეს არის ჩვენში ძვირფასებო ეს რაღაცა ნუ მე გლეხი ვარ ქეთი აზნაური არის ანუ რისი თქმა მინდა ძვირფასებო ამ ეგოს გამოყვება ხდება ეხლა ეს კი არის სასაცილო მაგრამ დამხუპველი არის ხო ამიტომ ეხლა ხედავთ რა ხდება ეს შეფუთული ეროვნულ რელიგიური რაღაცით ყვება წავიდა საზოგადოების რომელიც შემდეგ მიდის აგრესიამდე შემდეგ მიდის სიბნელემდე და შემდეგ მიდის ქვეყნის დაცემამდე იმიტომ რომ ღმერთის კურთხევა ცილდება ამ რაღაცას ამიტომ თქვენ ძვირფასებო ხართ თითქოს აი როგორც კუნძულზე ისე ხართ
სადაც განათლება მიდის და ღმერთის სიტყვის სწავლება მიდის. და ჩვენ ამ კუნძულზე უნდა დავრჩეთ. დიდება იესოს. ცოდნის და სინათლის კუნძულზე უნდა დავრჩეთ. და ამ სინათლის კუნძულიდან კარგად ჩანს, როგორც შუქდება სიბნელე. და ყველაფერი თითქოს ნათელი ხდება. როდესაც სიბნელეში ხარ, სიბნელეში არაფერი არ ჩანს, მაგრამ სინათლეში რო ხარ, სინათლის შუქზე სიბნელე ძალიან აშკარა არის. ამიტომ არის საჭირო სიტყვის ცოდნა და უფალთან ურთიერთობა. დიდება იესოს.